მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ საუბარს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ Microsoft 365 Copilot-ის შესახებ, მაგრამ არა ძირითადად მის შესაძლებლობებზე, არამედ ესე იგი, ნახეთ როგორ შეგვიძლია აქ Copilot-ის ბაზაზე დავამატოთ ჩვენს ინტერესებზე მორგებული ინსტრუმენტები და შემდგომ იმ ინსტრუმენტების საშუალებით ვიმოქმედოთ. ნახეთ რას გულისხმობ. აი ნახეთ მე მარცხენა პანელზე არის ღილაკი ყველა აგენტი. ანუ ეგრეთ წოდებული აგენტის დამატება. თუნდაც ასე რომ ვთქვათ. დავაწყაპოთ ყველა აგენტი. და ნახეთ ახლა აი აქ გამოიტანს უამრავს, რომელიც ნახეთ სხვადასხვა მიმართულებით გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს. ნახეთ აი თხოვნები, ანუ როგორი თხოვნები შეიძლება შექმნათ იმისათვის, რომ თქვენ სასურველი შედეგი მიიღოთ თქვენს კითხვებზე და თქვენს თხოვნაზე, რასაც თხოვთ ხელოვნურ ინტელექტს, აი ნახეთ prompt coach. ანუ ესე იგი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ჩამოაყალიბოთ კარგი თხოვნა და აი ამ თოვნაზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენ თოვნას, ამაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორ პასუხს მიიღებთ მისგან, ხელოვნური ინტელექტისგან. შემდეგ არის ნახეთ ანალიტიკოსი, ვიზუალური სხვადასხვა, ესე იგი, აქ ამ შემთხვევაში ეს სურათებს და ვიზუალს ეხება, რა თქმა უნდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ჩვენ უფასო ვერსიას ვიყენებთ, რასაც გვთავაზობს ჩვენი პაკეტი Microsoft 365-ის Teachers Go-G, აი ამაზე ვსაუბრობ, რას გვთავაზობს. აქ ზოგიერთ მათგანს სჭირდება Copilot-ის ლიცენზია. და ეს უკვე ფასიან ვერსიას ეხება. თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ვიტყვი, რომ ამ უფასო ვერსიას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები და აქაც იპოვით ისეთ აგენტებს, რომლებსაც დაამატებთ ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. ნახოთ, მოვიძიოთ, აქ უამრავი გახლავთ. აი ხო, ნახეთ. Kui არის რესურსების, აი მაგალითად ნახეთ, რესურსების ძებნა, გაზიარება, ჩამაგრება, რედაქტირება, დეინსტალაცია. აი ესე იგი ნახეთ, resource finder. ამ რესურსებში, რა თქმა უნდა, მოიაზრება სხვადასხვა მიმართულებით რესურსების მოძიება და ნახეთ, აი შეგიძლიათ აი ამ ღილაკზე ჩამაგროთ, აი აქ მარცხენა პანელზე ნახეთ და როდესაც მე ესე იგი, აი გადავიდეთ Copilot-ზე უშუალოდ და ნახეთ, ახლა Copilot-ს უამრავი შესაძლებლობები აქვს და მე მიმაჩნია ჩემთვის პირადად ეს ხელოვნური ინტელექტი, რაც ეხება ხელოვნურ ინტელექტს, მიმაჩნია, რომ აი Copilot-ი ერთ-ერთი საუკეთესოა Microsoft-ის პროდუქცია, რა თქმა უნდა. და აი ნახეთ ახლა სად დამაგრდა, სად ჩაშენდა ეს რესურსების მოსაძიებელი ინსტრუმენტი. დავაწყაპებ აი ამას და პირდაპირ უკვე ეს ინსტრუმენტი გამოდის, როგორც ხედავთ. და აი დოკუმენტების მოძიება, ელექტრონული წიგნების მოძიება და ასე შემდეგ. ასევე როგორ ესე იგი ყველა აგენტების დათვალიერება ვნახოთ. ეს ჩემი აგენტია. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი აგენტი, ან შექმნათ თქვენი აგენტი. და ნახეთ ახლა აქ რა არის კიდევ? აი Microsoft 365 ადმინისტრატორი, ხა ეს რაზეა ორიენტირებული და აი აპის აქ ნახეთ ახლა ეს თუ რაიმე პრობლემა გაქვთ Microsoft 365-თან დაკავშირებით, ან Outlook-ში, ან ზოგადად წერილებთან დაკავშირებით და რაც ეხება, ესე იგი მთლიანად აი ამ
Office 365. ანუ იმ ჩვენ პაკეტს რაც გვაქვს და იმ ყველა ინსტრუმენტს რომელიც შედის ამ პაკეტში. და თქვენ შეგიძლიათ დააწყაფოთ ღილაკს დამატება და დაამატოთ ეს აგენტი. აი დაემატება. და ნახეთ ახლა აი პირდაპირ გამოიტანა. ნახეთ ახლა აქ რა არის? რა შეუძლია მას? აი რა შეუძლია? აი გაპოვინოთ თქვენი ჯგუფები Teams-ში და ასეში. ანუ რაც ეხება Office 365-ს, იმ ყველაფრის მიმართულებით შეგიძლიათ მას დაუსვათ კითხვა, რა თქმა უნდა. ასევე კიდევ მოვიწიოთ სხვა აგენტი და აი ხა მაგალითად აი idea coach, ნახეთ? იდეების coach-ი. და ნახეთ აი იდეების coach-ი, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ ასევე. დავამატოთ. და შემდეგ ნახოთ რა შეუძლია მას. აი იდეების coach-ი. ნახეთ რა შეუძლია. გონებრივი ერისზე აგებული სხვადასხვა თემატიკის შექმნა, იდეების ორგანიზება, განვითარება, ტრენინგები და მოკლედ ესე იგი ნახეთ. აი ნახეთ ახლა, აი როგორი თხოვნე შეგვიძლია ახლა მივცეთ ამ ინსტრუმენტს. შექმენი, ну გონებრივი ერისია ეს. brainstorm, რა თქმა უნდა, შექმენი გონებრივ ერისზე, მეთოდი ერისზე აგებული გაკვეთილის გეგმა გეგმა მაგალითად იყოს ისტორიაში კლასიც მიუთითოთ იყოს მე-7 კლასი და შეგვიძლია საკითხიც თემაც მიუთითოთ რაიმე რაზედაც გვინდა ან საკითხი მიუთითოთ მაგალითად ქვის ხანის ადამიანი ერთ წუთი ეხლავე მე-7 კლასი ქვის ხანის ადამიანი და ერთი ამ დავალებას ნახოთ აი ნახეთ როგორია როგორ შეკითხვას მაძლევს გაკვეთილის მიზანი უფრო მეტად ცოდნის შეძენაა თუ გინდა რომ მოსწავლეებმა თვითონ გამოიკვლიონ და დაასკვნან რაღაცეები ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებაზეო. რა თქმა უნდა მე მინდა რომ მოსწავლეებმა თვითონ გამოიკვლიონ. აი და დაუწერ კიდევაც მინდა რომ მოსწავლეებმა თვითონ გამოიკვლიონ. აი ნახეთ აი ნახეთ სახალისო აქტივობა მაგალითად ქვის ხანის იადაღის მოდელის შექმნა ან როლური თამაში. და აქვე არის მომზადებული ნახეთ აი თხოვნებით ქვემოთ როგორც ხედავთ. და აჰა კი ბატონო დაამატე როლური თამაში გაკვეთილში აღარ წერ პირდაპირ გადმომაქვს და ვაძლევ თოვნას. აი ნახეთ პირდაპირ გთავაზობს რომ როლური თამაშისთვის მოგაწოდოს
მარტივი სცენარები ან ბარათები, რაც დაეხმარება ბავშვებს როლში შესვლაში. კი, მინდა სპეციალური მასალები. დავწეროთ ასე. მინდა სპეციალური მასალები. აქვე არის როლური თამაში უკაცრავად ქვის ხანის ტომები. ნუ ესა ეხლა რა თქმა უნდა ეს ცოტა სხვანაირად ჩამოყალიბდება ეს როლური თამაშის სახელწოდება, მაგრამ ნახოთ. აი მინდა ნახეთ და PDF ფორმატში მოგვაწვდის ამ შემთხვევაში. PDF ფორმატში მოგვაწვდის უკვე ფაილს. მინდა ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად. ჩამოუთვალოთ გეგმაც და როლური თამაშიც. როლური თამაში. როლური თამაში ერთ იბატონო PDF ფაილში. აი ასე. და ნახოთ ახლა მოგვასწვის ამ ფაილს. არა, მინდა ერთ ენაზე. ორ ენაზე ხო არ გინდაო? არა, ქართულად. ესათა ფაილის სახელწოდებასაც კი გვეკითხება, როგორც ხედავთ. ეხლა დრო ჭირდება ცოტა ამას. ერთი წუთის ფარგლებში. როგორც ხედავთ, მეგობრებო, აი ეს idea coach, კიდევ სხვანაირი თხოვნად შეიძლება მას მისცეთ, რა თქმა უნდა. მე ერთი მაგალითი გიჩვენეთ და მაგალითები და თქვენ კიდევ შეიძლება უკეთესი მოიფიქროთ და სხვა დავალებები მისცეთ, რა თქმა უნდა. ეს ერთი მაგალითი იყო, აი ველოდები ფაილს. კიდევ დავუსვათ, როდის მივიღებ PDF ფაილს, შეგვიძლია dot არ არის საჭირო. ფაილი მოიცავს გაკვეთილის გეგმას, როლური თამაშის ბარათებს, მოსწავლეების ინსტრუქციებს. კი ბატონო. რა თქმა უნდა. გვთავაზობს, რომ მომავალშიაც დაგვეხმაროს ასეთი გეგმის მომზადებაში. აი მე მივწერო ახლა მინდა ეს ფაილი მომავალში კი რა თქმა უნდა მივიღებ შენს დახმარებას. აი ასე. თუ შეგვიძლია აი თვითონ გვთავაზობენ ესე იგი თხოვნის ნიმუშებს და პირდაპირ გამზადებული გახლავთ და ასევე რა თქმა უნდა აი შეგვიძლია ჩვენ დავაწყაპოთ ახლა აი ამას
აი ამ წინდადებას ფაილის ჩამოტვირთვის ვმული გამომიგზავნე, როგორც კი მზად იქნება. კი ბატონო, თუ გნებავთ. ესეც მივწეროთ. ხო, ნუ რა თქმა უნდა, დროს მოითხოვს, მას უამრავი სხვა ადამიანი იყენებს და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ამასობაში კი რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ის აგენტი, რომელიც გამოტანილი, რომელსაც გამოიტანს, როდესაც დააწყაპებთ ამ ყველა აგენტს და შესაბამისად შეარჩევთ და ასე მარტივად დაამაგრებთ, ჩაამატებთ აქ მარცხენა პანელზე და თქვენ უკვე ამ შემთხვევაში იძებნა აღარ დაგჭირდებათ და პირდაპირ უშუალოდ ეს აგენტი იმაზე იქნება ორიენტირებული, რაც თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ და რაც თქვენს ინტერესებს შეესაბამება. აი, ველოდებით. გული მალე გამოჩნდება. ველოდებით. როგორც წესი, ძალიან სწრაფად გვაძლევს ხოლმე ამ მულს. მაგრამ აი ცოტა ფაილის გენერაცია და ატვირთვა და ნახოთ. შემდეგ რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ ეს მისი პასუხები, მოიწონოთ ან არ მოიწონოთ, ხმით წაიკითხოს, თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა, აი მე ხა თუ ჩვენ ზემოთ ნახავთ მის მიერ შემოთავაზებული, ყველაფერი არის, აქ უბრალოდ ჩვენ ველოდებით ახლა ერთ ფაილად ამ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია აი ესენი დავაკოპიროთ ეს ყველაფერი და გადმოვიტანოთ Word-ის ფაილში. კიდევ შევახსენოთ, შეგვიძლია. კაი, გვაჩვენოს, აჰა. ტექსტურად. აი. აი, ნახეთ ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს პასუხის კოპირება პირდაპირ. აი. და აი Word-ის ფაილში რა თქმა უნდა, Word-ის ფაილში კოპირება. აი. ყველაფერი გახლავთ აქ.
აი და ბოლოს შეგვიძლია აღარც დაველოდოთ. ყველაფერი არის აქ. ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის. და ის ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ შეგვიძლია დავხვეწოთ ეს თუ რაღაც არ არის მისაღები ამოვიღოთ, ამ რაღაც დავამატოთ. ეს უკვე რა თქმა უნდა ჩვენი გადასაწყვეტია, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მაინც ველოდები ფაილს, რომელიც არც ჩანს. რატომღაც არ ვიცი. არა, ფაილი ნამდვილად იქნება, უბრალოდ მოწდაჭირდება. თუმცა არსებობს ასეთი საშუალებაც. აქ მე შეიძლება რედაქტირებაც მოახდინოთ ამ ტექსტის ამეგობრებო, თუ ამის სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა. მოკლედ, რომ აღარ გავჩერდეთ, ეს ფაილს აუცილებლად გვაწვდის კოპილოტი და არასოდეს არ გვალატობს, ასე ვთქვათ. უბრალოდ იმისათვის, რომ თქვენ დარწმუნდეთ, მაგიტომ ველოდებოდი ამ ფაილის მულის გაზიარებას. მაგრამ როგორც ხედავთ, Word-ში გადმოტანილიც შესანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ და აი რედაქტირებაც გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ანუ რა არის ახლა აქ მისაღები და არ არის მისაღები. აი ნახეთ, წუთებით არის გათვლილი შესავალი 10 წუთი გონებრივი იერიში, წინასწარი ცოდნის გააქტიურება, ჯგუფური კვლევა. აი რა თქმა უნდა, ამას რედაქტირება ჭირდება, მაგრამ ნახეთ ახლა ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის ცუდი, თქვათ იდეები აქ, თუნდაც როლური თამაშის, როლების გადანაწილებაც თუ რაღაც არ მოგწონთ, შეცვლით რა თქმა უნდა და მოახდენთ რედაქტირებას. აი ასე, ფაილი არის ჩანს, რაღაც არ ვიცი რატო. ამიტომ როგორც ხედავთ, ასეთი ადვილი გახლავთ სხვადასხვა აგენტების დამატება. ჩვენ შეგვიძლია კვლავ დავბრუნდეთ და გადავიდეთ ყველა აგენტზე და აღარ დაველოდოთ ამ ფაილის მოწოდებას. აგერ არის ესე იგი აი ეს. ამას ვერ ვამატებთ, იმიტომ რომ ლიცენზია ჭირდება. კოპილოტის ლიცენზია ჭირდება. ახოთ სხვა აგენტები ახოთ ამას ვერ ვამატებთ, ლიცენზიას მოითხოვს. მოკლედ, რა თქმა უნდა, აქ შესაძლებელია აგენტის შექმნაც, საკუთარი აგენტს ჩვენ თვითონ რომ შევქმნით, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობ. ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა, როგორ შეიძლება დავამატოთ სხვადასხვა აგენტები, რომლის დამატებაც შესაძლებელია უფასო ვერსიაში, კოპილოტის უფასო ვერსიაში, ის რაც ჩვენ ყველას გვაქვს და ლიმიტირებული გვაქვს ამ შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებებს, მეგობრებო.